ტერორისტული სიმბოლიკა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა და იარაღი. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან. აჭარაში ISIS-ის რადიკალური დაჯგუფების 3 წევრია დაკავებული. ლოჯისტიკა ჯიჰადისტვის და ტერორისტების გაყვანა სხვა ქვეყნებში. გეგმავდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას. რა იყო თაკბირისტების მიზანი? სად შედგა არ შემდგარი დამხობის გეგმა? იკრიბებოდნენ თუ არა ბაჩო ახალაიას სახლში. ბრალდებულია და შეუძლია რომ არის საუბროს და ბრალდებულების დუმილი იმისათვის რომ პასუხი მათ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული. მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც ოქტომბერს უნდა განხორციელებული იყო. მისი როლი აქტიური იყო ამ პროცესებში. ბურჭულაძე, ზოდელავა, ახალაია. ვინ უარყოფს და ვინ თვლის რომ ეს იყო მთავარი სამეული. ტრამპის ტრიუმფი. ორ კვირაზე ნაკლებ დროში თქვენ მოახერხეთ ის, რაც არავის მიაჩნდა შესაძლებლად. ჰამასმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა პალესტინელი პატიმრები, რაელის ღაზას. ეს არ არის მხოლოდ ომის დასასრული, ეს ტერორის და სიკვდილის ეპოქის დასასრული. ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა ისრაელის ქნესეთში და ლიდერების სამიტი ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 13 ოქტომბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ისლამური სახელმწიფოს რადიკალური ფრთა საქართველოში. სპეცოპერაცია 5 ლოკაციაზე და 3 დაკავებული. აჭარაში აღმოჩენილია ტერორისტული სიმბოლიკა, ფული სხვადასხვა ვალუტაში, დიდძალი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. თაკფირიზმის ჯამაათის დაკავებული 3-ვე წევრი საქართველოს მოქალაქეა. მათი მისია იყო საქართველოს გამოყენება ტრანზიტად, ლოჯისტიკა ჯიჰადისტვის და ტერორისტების გაყვანა სხვა ქვეყნებში. თაკფირისტები ISIS-ის იდეოლოგიას იზიარებენ, თუმცა ეს არის ულტრა კონსერვატორული ფრთა, რომელსაც სხვა რელიგიების გარდა ასევე ბრძოლა აქვს გამოცხადებული მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც შემჩნეულნი არიან შარიათის კანონების დარღვევაში. მათ ასევე უკავშირდება რამდენიმე გახმაურებული ტერაქტი. სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით აჭარაში მყოფ თაკფირისტებს, რომლებმაც რადიკალურ ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ჯამაათი შექმნეს, კავშირი ჰქონდათ ისლამური სახელმწიფოს გავლენიან ლიდერებთან და მოქმედებდნენ სწორედ მათი მითითებებით. იგეგმოდა ჯიჰადისტების არალეგალური შემოყვანაც. თაკფირიზმი ოპონენტების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო დაჯგუფებაა საბრძოლო მასალისა და ტერორისტული სიმბოლიკის გარდა. ბათუმის სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებიც. დღესვე კურიერმა მოიპოვა ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოშია გადაღებული და სადაც კარგად ჩანს, როგორ ისვრიან კალაშნიკოვის იარაღიდან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები. ალლაჰუ აკბარ! ალლაჰუ აკბარ! ალლაჰუ აკბარ! კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ამ ვიდეო მასალაში ტერორისტული დაჯგუფების ის წევრები ჩანან, რომლებიც საქართველოში ისლამური სახელმწიფოს ლიდერების არალეგალურად შემოყვანასა და ტერორისტული აქტივობების მოწყობას გეგმავდნენ. ჩანაწერი თავად ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადაიღეს. ვიდეოში ისმის ავტომატიდან სროლის ხმა და შეძახილები. ალლაჰუ აკბარ! ალლაჰუ აკბარ! ეს ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მტკიცებულებებს შორის, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ მრავალტომიან საქმეში დევს. საქართველოს 3 მოქალაქე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბათუმში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღების, სამხედრო აღჭურვილობა და ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები ამოიღეს. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტულ მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალურად განმარტეს თუ რა ტერორისტული აქტივობების მოწყობას გეგმავდნენ დაკავებულების საქართველოში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მათი დაკავება. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტულ მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. ეგრეთ წოდებული თექბირისტების დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებშიც იძებნება. უცხოური მედია მას ისლამური სახელმწიფოს რადიკალურ და ექსტრემისტულ დანაყოფად მოიხსენიებს. ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ დროს ახლო აღმოსავლეთში ერთ დღეში მომხდარი რამდენიმე ისტორიული მოვლენა და დონალდ ტრამპის ტრიუმფი. ჰამასმა ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევალი გაათავისუფლა. სულ 20 ადამიანი. ისრაელმა კი ციხის კარი გაუღო 2000 პალესტინელს, რომელთაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოლო 14 წლის განმავლობაში ისრაელის ქნესეთში პირველად გამოვიდა სიტყვით. ახლა კი ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხში მიმდინარეობს მშვიდობის სამიტი, რომელსაც 20 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან და სადაც უკვე ოფიციალურად უნდა გაფორმდეს ღაზის სექტორზე მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი. ტრამპის გეგმა სერიოზული მხარდაჭერა აქვს მათ შორის არაბული ქვეყნების. მან უკვე განაცხადა, რომ ომი ღაზაში დასრულებულია და დღევანდელ დღეს უწოდა ახლო აღმოსავლეთის ახალი ისტორიული განთიადი. დონალდ ტრამპს ახლა უკვე მიზნად აქვს, რომ შეთანხმება დაიდოს საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის. ქნესეთში მას შტაშით ოვაციები და წითელი კეპები დახვდნენ. თავადის მადლობას უხდიდა ბენიამინ ნეთანიაჰუს იმავე ბიბის, თუმცა დღეს მთელი ისრაელის ქუჩები მოფენილია დონალდ ტრამპის პლაკატებით. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ჯერ ერთი მხრიდან დაიძრა მძევლების ავტობუსის, შემდეგ კი ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების. საერთაშორისო წითელი ჯვრის მისიამ ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გამოყვანის ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ჰუმანიტარული ორგანიზაციის კოლონები ქალაქ ხან იუნისში და ნეტზარიმის კორიდორის მიმდებარედ კონკრეტულ ლოკაციებზე მივიდნენ, საიდანაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ჯერ 7, შემდეგ კი 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. ორწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებულებს სამშობლოში თავდაცვის ძალები, სამხედროები და ექიმები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ. 20-ვე გათავისუფლებული სამედიცინო შემოწმების და ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით ვერტმფრენებით სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მოქალაქეები სახალხო ზეიმით შეხვდნენ. თელ-ავივში ათობით ათასმა მოქალაქემ ღამე ქუჩაში გაათენა. შეკრებილებს შორის არიან დაბრუნებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ახლობლების გათავისუფლებას დემონსტრაციებზე ითხოვდნენ. ჩვენ დიდი ხანი ვიბრძოდით, დიდხანს ველოდით ამ დღეს. 2 წლის წინ სწორედ ამავე ადგილას დაბნეულები ვიდექით. ახლა უკვე თავისუფლად ვსუნთქავთ, საკმარისია, ომი დასრულდა. დღეს აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ჩემი მეუღლე, ვაჟი, ქალიშვილი და მამაჩემი. ყველანი ერთად მოვედით. აქ 2 წლის განმავლობაში ყოველ შაბათს მოვდიოდით. დღეს განსაკუთრებით ბედნიერები ვართ. მძევლების გათავისუფლების პარალელურად ისრაელში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ინიციატორი. ბენ-გურიონის აეროპორტში დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დახვდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ერთი ავტომობილით გაემგზავრა.
We welcome you here. თეთრი სახლის ლიდერებს შორის დონალდ ტრამპი ისრაელელი ხალხის ყველაზე დიდი მეგობარია. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მშვიდობას ვემსახურებით და ჩვენ ამას მივახცევთ. ორ კვირაზე ნაკლებ დროში თქვენ მოახერხეთ ის, რაც არავის მიაჩნდა შესაძლებლად. ჩემი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებისკენ და როგორც ჩანს ეს გამომდის. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო იარაღს ვამზადებთ და ბევრიც გვაქვს. ის ისრაელს მივეცით და კარგად გამოიყენა. ეს არ არის მხოლოდ ომის დასასრული. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია. ჰამასის ქმედებების საპასუხოდ ისრაელმა უკვე გამოუშვა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული 1700 პირი და 250 პატიმარი, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო სასჯელს იხდიდნენ. მათი ნაწილი ოფერის ციხიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანეს. მეორე ნაწილი კი კეციოტის ციხიდან ღაზას და ისრაელს შორის მდებარე გადასასვლელ პუნქტთან. ღაზაში ომის დასრულების საკითხზე სამშვიდობო სამიტი დღეს ეგვიპტეში გაიმართება. შარმ-ელ-შეიხში 20 სახელმწიფოს ლიდერთან ერთად ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ლიდერები ღაზის სექტორის შემდგომ მოწყობას და მმართველობის ფორმას განიხილავენ. ყველა ვაცნობიერებთ და ვეთანხმებით, რომ მშვიდობიანი მომავლის შექმნის ერთადერთი გზა პალესტინის სახელმწიფო შექმნა. ძალიან გვიხარია, რომ ომი შეჩერდა. ისრაელს და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება საერთაშორისო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და ყატარის შუამავლობით 24 თვის განმავლობაში ცდილობდა. ახლო აღმოსავლეთში ომმა 67,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 160,000-ზე მეტი, ხოლო მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. კვლავ საქართველოს ჯერ გადატრიალების მუქარა შემდეგ პრეზიდენტის სასახლის შტურმი და ბოლოს თავის მართლება რომ ღობე სპეციალურად იყო მორყეული. სად არის სათავე და სად შედგა არ შემდგარი დამხობის გეგმა? იკრიბებოდნენ თუ არა ბაჩო ახალაიას სახლში. უკვე ოპოზიციიდანაც კი ისმის ბრალდებები ბურჭულაძე ზოდელავა ახალაიას სამეულზე, რომელთაგანაც ორია დაკავებული. ორივე დუმს, რათა პასუხი მათ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული. კითხვებზე პასუხს თავს არიდებენ საოპერო მომღერლის და ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატები. ბრალდებებს უარყოფს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. მათგან განსხვავებით ძალადობრივ მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კავშირზე საუბრობს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ისიც კითხვა, რომ ამ თემაზე ორგანიზატორებს კომუნიკაცია სააკაშვილთანაც ჰქონდათ. რასაც უკვე მოყვა ვივამედეს კლინიკიდან ექს-პრეზიდენტის პასუხი. სააკაშვილი მომხდარიდან 9 დღის შემდეგ უცებ ალაპარაკდა არასწორ გათვლებზე და დაწერა, რომ ბრძოლის გზა მხოლოდ პროტესტის გამძაფრებაზე და საერთაშორისო არენიდან მხილებაზე გადის. სააკაშვილი ახლა ქუჩაში 9 მილიონი ადამიანის გამოსვლა ითხოვს, გამოძიებას კი დასადგენი აქვს. იქ იქმნებოდა თუ არა დამხობა მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის სახლში. გამოკითხულია უკვე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბურჭულაძე და ზოდელავა, რა ვიცით მათ მიერ მიცემული ჩვენებების შესახებ, ანუკა ბუავაა ამ თემით პირდაპირ ეთერში. ხელისუფლების დამხობის გეგმის ორი ორგანიზატორი, რომელსაც ახლა ბრალდებული სტატუსი აქვს, საქალაქო სასამართლოში 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა დაახლოებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა. სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ერთი კითხვა იყო საერთო, რომელიც ეხებოდა ბაჩო ახალაიასთან კავშირს. ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ამ შეკითხვაზე, როგორც პაატა ბურჭულაძემ, ასევე მურთაზ ზოდელავამ პასუხი არ გასცა საგამოძიებო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ბურჭულაძემ კითხვა, რომ შესაძლოა მისი პასუხი მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ბუნებრივია ამ პოზიციებმა, როგორც ითქვა სახელისუფლებო გუნდში, ბევრი შეკითხვა გააჩინა მათთვის და ახლა ქართული ოცნება, რომელიც გამოძიების შედეგს ელოდება, კონკრეტულ შედეგს ამბობს იმას, რომ დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ გეგმაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყო. სასჯელ აღსრულების დაწესებულების ნაცვლად საქალაქო სასამართლო პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას ეტაპირება რუსთავის ციხიდან ამჯერად მოწმის სტატუსით და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვისთვის განხორციელდა. 2 საათიანი საგამოძიებო მოქმედების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზატორებთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა ერთი იდენტური. ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან. კურიერის ინფორმაციით პაატა ბურჭულაძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ პასუხი შესაძლოა მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. დუმილი არჩია მურთაზ ზოდელავამაც. მურთაზის და პაატას საქმეში ჩადებული არის ეს ფეიქ ჩანაწერები. შესაბამისად, ნებისმიერი რამე, რაც საქმეში დევს, იმასთან დაკავშირებით ბრალდებულია და შეუძლია რომ არის საუბროს. ყველა კითხვას უპასუხა აბსოლუტურად. და რა პასუხი გასცა ანუ კომუნიკაციის ნაწილში ბაჩო ახალაიას?
თუმცა დაკითხვის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანის ადვოკატმა საპირისპირო თქვა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა უფლებადამცველმა მედიასთან დაადასტურა, რომ ბურჯულაძემ მისთვის არარელევანტურ შეკითხვებს არ უპასუხა, რადგან მიიჩნიეს, რომ პასუხი შესაძლოა ბრალდებულისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო. ქონდა მცდელობას ადგილი, რომ პატა ბურჯულაძესთვის დაისვათ კითხვები იმ საქმეზე, სადაც მას აქვს ბრალდებული სტატუსი, ამ კითხვებზე პასუხი ბუნებრივია მათ ვერ მიიღეს, მითითებული იქნა გამოძიებისთვის, რომ ეს კითხვები ამ საქმეზე არ არის რელევანტური. უფლებადამცველებისა და თავად ბრალდებულების ეს პოზიცია სახელისუფლებო გუნდს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გეგმა სწორედ ბაჩუ ახალაიას სახლში მუშავდებოდა. ქართული ოცნება გამოძიების შედეგს ელოდება, თუმცა მანამდე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაწილეობაზე მიუთითებდეს. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ზოდელავა და ბატონი ბურჯულაძე სტუმრობდნენ ბაჩუ ახალაიას. ჩვენ ვიცით თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან, რომ იქ თათბირები იმართებოდა მის ბინაში და ასე შემდეგ და ბაჩუ ახალაიას უბინძურესი და უბოროტესი წარსულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არანაირი სცენარი არ არის გამორიცხული ბაჩუ ახალაიას მონაწილეობით. კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეში ბაჩუ ახალაიას შესაძლო მონაწილეობაზე გაკეთებული განცხადების გამო გამოკითხვაზეა დაბარებული თამარ ჩერგოლეიშვილი. ფედერალისტების ლიდერმა თქვა, რომ სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში მუშავდებოდა 4 ოქტომბრის სცენარი, რაც ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. პროცესში ჩერგოლეიშვილის თქმით ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც. რაც შეეხება ბაჩუ ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის მონაწილეობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში გონიერი ადამიანისთვის იგივე იქნებოდა ცნობილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებიდან. უპირველესად ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებებიდან. ჩერგოლეიშვილს ტყუილში ადანაშაულებს და 4 ოქტომბრის ძალადობრივ გეგმასთან ბაჩუ ახალაიას კავშირს უარყოფს ანი ნადარეიშვილი. ახალაიას მეუღლე ფედერალისტების ლიდერს მოუწოდებს თქვას, ვინ მიაწოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში შეხვედრებზე კონკრეტული ინფორმაცია. აბსოლუტურად ყოლია, მე არ ვიცი მსგავსი არაფერი. თუ ბაჩოს რამის თქმა უნდა თვითონაც შეეძლო, მას არც Facebook-ი აქვს და არც აქვს სურვილი რომ თქვას რამე. იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ ბუა ტყავთ გამოყვანილი. ბაჩუ ახალაიას ძალადობრივ სქემასთან შესაძლო კავშირი დღეს კიდევ ერთხელ უარყვეს ნაციონალურ მოძრაობაში. სააკაშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთან კონტაქტი მათი გუნდიდან არავის ქონია. ეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული აღარ გახლავთ. თამარ ჩერგოლეიშვილი რას განაცხადებს, ნამდვილად ვერ იქნებით პასუხისმგებელი. ნაციონალურ მოძრაობაში ვერ იქნებოდა დაპირისპირება, იმიტომ არანაირი კავშირი ამ ადამიანს ჩვენ პარტიასთან არ გააჩნია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები არშემდგარი რევოლუციის შემდეგ პასუხისმგებლობას გაურბიან. მართლ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის პროცესში ფართო ქსელი მოქმედებდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი ბაჩუ ახალაია იყო, რომელიც სხვა ორგანიზატორებთან ერთად 4 ოქტომბრის ძალადობრივ სცენარს საკუთარ სახლში ამუშავებდა. მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო. არ უარყოფს, რომ სამზარეულოდან და ასე ვთქვათ, კულუარებიდან გულშემატკივრობდა და მონაწილეობდა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, გვიჩენს იმის მოსაზრებას, რომ მისი როლი აქტიური იყო ამ პროცესებში და განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო. არსებობს მაგარი ალბათობა იმისა, ამ პროცესში მას ჰქონდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი. დანარჩენი ბუნებრივი არის გამოძიების დასადგენი. კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე ბრალდებული ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გამოკითხეს, რაც პაატა ბურჯულაძემ და მურთაზ ზოდელავამ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. წინასწარ დაანონსებულ რევოლუციას ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის მიყოლებით ემიჯნებიან ოპოზიციაში. ერთი ნაწილი გეგმის ჩაშლაზე და ღალატზე საუბრობს, მეორე კი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი დაიგეგმა ოპოზიციისა და ქუჩის აქციების დისკრედიტაციისთვის. გირჩი ოპოზიციის ორივე ბანაკს აკრიტიკებს, კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ხელისუფლებას და თვლის, რომ ყველას საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გატარებით არის დაკავებული, რადგან ისინიც კი ვინც არჩევნებზე წავიდნენ, საზოგადოებას მოუწოდებდნენ საღამოს მონაწილეობა მიიღოთ 4 ოქტომბრის აქციაში. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა ჩაიშალა. 4 ოქტომბერს ჩაშლილი რევოლუციური სცენარი მე-9 დღეა ოპოზიციაში დაპირისპირების საგნად იქცა.
დაანონსებული მშვიდობიანი დამხობისგან დისტანცირებას და კრახის მიზეზების ძებნას ახლა ხელისუფლების ოპონენტები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ. მმართველ გუნდში კი კოლექტიურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რომელიც გარე აქტორებთან ერთად შტურმისა და ძალადობის ყველა მხარდამჭერმა უნდა გაიზიაროს. შტუკრავდნენ ძალადობისკენ მოწოდებას და ეს დამაფიქრებელია ვფიქრობ ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც იმ დღეს იქ წინასწარ განზრახვით შეიკრიბა იმისთვის, რომ ქვეყანა აერია და ამას აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდნენ ჩვენი საზოგადოების ეს წევრები. გორი განცხადებები კეთებოდა სხვადასხვა ეთერებიდან და არა მხოლოდ. ამის მერე ნორმალურად საღათ მოაზროვნე ადამიანს როგორ შეიძლება გაუჩნდეს აღქმა ან გაუჩნდეს განცდა იმისა, რასაც ახლა უტიფრად ცდილობენ რომ ამ უტიფრებმა ხაზგასმით შემოაჩეჩონ ისევ ჩვენ საზოგადოებას, ხო? ამიტომ ამბობ მათ მორალი არ აქვთ. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, დღეს გადატრიალების მცდელობის დროს ღალატზე საუბრობს, რამაც ძალადობა ლოგიკურ კულმინაციამდე ვერ მიიყვანა. თუმცა პერსონებს არ ასახელებს, მეტ კონკრეტიკას ითხოვს ახალი. როგორც ამ ადამიანმა თქვეს, აირია გეგმა, სახეზე ქონდა პროვოკაციებიც, ამიტომაც ახლა ზუსტად რა და როგორ მოხდა, აი ეს ახლა სანამ არ გაიცემა პასუხი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს იცის, ნამდვილად ვინც იცის, გეგმა ვინც იცოდა და შესაბამისად მე რაც მოხდა ისიც ყველაზე კარგად ვინც იცის, მათ გარეშე ახლა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვივარაუდოთ. ვიწყებთ 4-ში, ვასრულებთ 4-ში, ვეკითხებოდით რომ კი, მაგრამ როგორ მოხდება ეს, აი როგორი იქნება განვითარება და აი ეს იყო რაღაცა გუალით ჩამოფარებული, ეს ყველაფერზე შეიძლებოდა იყოს საუბარი და ამბობდნენ რომ აი ასე იქნება და რაღაცა იდუმალება ახლდა ამ საკითხს. სააკაშვილის თანამოაზრეებისგან კარდინალურად განსხვავებულია გირჩის პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ჩავარდნილი აქციის მიღმა, ნაცმოძრაობის, ახალის, ლელოს და ყველა იმ აქტორის პასუხისმგებლობას ხედავენ, ვინც აქციას მხარს უჭერდა და მოქალაქეებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. საბოლოო ჯამში ამან კიდევ უფრო გააღვივა ნიჰილიზმი ოპოზიციურ სპექტრზე, კიდევ უფრო დაასუსტა ჯამურად ოპოზიცია და ჩემი აზრით, რა ვიცი, ლელო იქნება ეს, რომელიც მართლა მოუწოდებდა არჩევნების შემდეგ მიტინგზე გასვლას თუ ნაცმოძრაობის ლიდერები, ყველამ თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის წილი უნდა აგოს. ისრების ერთმანეთზე გადატანა და ძალადობაში დამნაშავის სხვაგან ძებნა ოპოზიციის პოლიტიკური ბუნების შემადგენელი ნაწილია მმართველი გუნდისთვის. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ რევოლუციის თეორიული წარმატების შემთხვევაშიც კი სრულიად განსხვავებული სურათი იქნებოდა, რაც ადასტურებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ პერსონალური ინტერესებითა და ინსტინქტებით მოქმედებს. მათ ნახეს, რომ არაფერი არ დამოუვიდათ და ეს დამხობის გეგმა ჩაუვარდათ, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ შეიქმნას რაღაც ალიბი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მონაწილეობის გარეშე ხორციელდებოდა სახელმწიფო დამხობის მცდელობა. თორე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ ეს გეგმა მათ რომ თეორიაში რომ დაუშვათ სისრულეში მოეყვანათ, მაშინ მერწმუნეთ რომ ყველა მოინდომებდა რომ ავანგარდში ყოფილიყო. გულისწყოტით საუბარი რომ ამ სცენარში ვიღაცამ ხელი შეუშალა და ვიღაც უსარგებლო აღმოჩნდა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გადაწყვეტილად სახელმწიფო გადატრიალების სცენარი მუშაობს. თითოეულ მათგანს თავისი ძალადობრივი როლი და წვლილი ჰქონდა ამ ყველაფერში, ამიტომ ეს ძალადობა და ანტიქართული საქმე მათ ნამდვილად აერთიანებთ. 4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციისა და საპრეზიდენტო სასახლის შტურმის მცდელობის ფაქტზე 44 პირია დაკავებული. 2 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სამართალდამცავი უწყებები პასუხისმგებელ პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავენ. გამიჯნულები გამართლების საბაბად გამოყენებული ვითომ სპეციალურად მორღვეული ღობე და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები არის თუ არა პროფესია, თუნდაც ძალიან საპატივცემლო ინდულგენცია და მართლდება თუ არა დამხობის გეგმა მძიმე დაავადებებით, ან ფსიქიკური ან სოციალური პრობლემებით. ამ არგუმენტებს 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეების გამართლებისთვის ბევრი იყენებს, მათ შორის ადვოკატები, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს წავიდეს კომპრომისზე. მით უმეტეს, რომ კანონის დარღვევაზე ყველა წინასწარ იყო გაფრთხილებული, კანონის წინაშე ყველა თანაბარია. აცხადებენ ქართულ ოცნებაში. როდესაც ეს ადამიანები აპელირებენ რაღაცა სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა პროფესიებით, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. სამარცხვინო ლევან მაჭავარიანისთვის სახელმწიფოს დამხობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე აპელირება.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბრალდებულებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სოციალური სტატუსი ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს ყველაფერი მიუთითებს ჭყალებში თუ როგორი გულწრფელები არიან ისინი დემონსტრაციების დროს. ჩვენი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე, რიგითი დეპუტატები, ხოლმე ხა არქივი არსებობს და ასობით განცხადება გვაქვს გაკეთებული, სადაც ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ ხელი არ წაუწდეთ და არ აყოლოდნენ ამ რადიკალური დაჯგუფებების რაღაცა უბინძურეს გეგმებს, ხომ? იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იქნებოდა იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით აგებდნენ პასუხს. დაკავებულების სასჯელისგან გათავისუფლებას არაერთი ადვოკატი სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობით ცდილობს. ნაწილი ფსიქიკურ პრობლემებზე ან ქირურგიულ ოპერაციებზე, ნაწილი კი ბრალდებულის სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ერთ-ერთია ალექსანდრე გოგოლაძის უფლებადამცველიც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძიმესენ დაავადებული პაციენტია. ჩვენ აქვეთი ზღონის ძიება, რომელიც შეუფარდა პატიმრობა საქალაქო სასამართლომ, დასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ასევე პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროკურატურასთან. უფლებადამცველების პოზიციას იზიარებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ავანგარდში იყვნენ. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ან აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ოჯახზე პასუხისმგებლობა ქვია, რა თქმა უნდა, ეს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს. ეს ადამიანები არიან მათი მხრიდან გამოცხადებული ქვეყნის მტრება. ყველა ტიპი არ შეიძლება ითქვას, რომ პროფესიის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი. ამიტომ ზოგადად ძალიანად მიდგომა უმოწყალო საკუთარი მოქალაქეების მიმართ არის პრობლემა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ხელისუფლება 4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე აფრთხილებდა, რომ ნებისმიერ ძალადობას სახელმწიფო კანონიერ პასუხს გასცემდა. მთავრობის წევრების განცხადებები დღეს დეპუტატებმა გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ ბრალდებულები ახლა საზოგადოებაში ემპათიის გაჩენას ცდილობენ. ზოგიერთი არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეგ ჯანმრთელობა, ოჯახური მდგომარეობა, რასაკვირველია, ეს არათუ უკან დახევა, არამედ გარკვეული ცდილობაა, რომ თავისი როლი აი ამ უბედურებაში, რაც უნდა დატრიალებულიყო და ვერ დატრიალდა, თავისი როლი როგორმე შეამცირონ და ემპათია გააჩინონ ადამიანების მხრიდან. როდესაც პრემიერ-მინისტრი გეუბნება ამას, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეუბნება ამას, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გეუბნება ამას. ლამის მუხლებს გისახელებენ, ეს არ გააკეთო, თორე ამაში დაგდებენ ბრალს და მაინც აკეთებ. ეხლა რაღა უნდა გელაპარაკო. სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის შემდეგ ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 პირი დააკავეს, მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორებიც. 2 პირი საპატიმროდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, 44-ს კი აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით გრძელდება. შუთვიანი დუმილი დარღვეული ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური პირველად ალაპარაკდა. ყოფილი სპეცრაზმელი დღეს მოსამართლის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ბიზნესმენი პირადი შურისძიებისა და კონტროლის დაკარგვის გამო ჩაცხრილა. პროცესზე უძილაურმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყოფნისას, სადაც ინსტრუქტორად მუშაობდა, ვინმე სერგეი ბონდარენკოს დაუმეგობრდა, რომელსაც მოსკოვში ბიტკოინების ქარხანა წაართვეს ძმებმა ჯანგველაძეებმა. გელა უძილაურის მტკიცებით ჯანგველაძეების მხარემ შეხვედრის დროს მას და ბონდარენკოს 10-მდე ადამიანი დაახვედრა, რომლებაც მათზე ფიზიკურად იძალადეს და სწორედ ამ პირადის შეურაცხყოფის გამო გადაწყვიტა შურისძიება და მოკლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი. ყოფილი სპეცრაზმელი ასევე უარყოფს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან ძმების გიორგი და დავით მიქაძეების კავშირს. მოკლედ ყველაფერს თავის თავზე იღებს, ამბობს, რომ მკვლელობას არ აპირებდა და უბრალოდ ემოციებმა აიტანა ქუჩაში. გელა უძილაურმა დღეს სასამართლოზე დუმილი დაარღვია და ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე პირველად ალაპარაკდა. დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური, ამ სიტყვებით დაიწყო უძილაურმა ჩვენების მიცემა. ბრალდებული სასამართლოს არწმუნებდა, რომ ლევან ჯანგველაძეს გასროლა დაასწრო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი თავად გახდებოდა. თუმცა მკვლელობის დღეს გავრცელებული კადრების საპირისპიროს ამტკიცებს. მასალაში ჩანს, რომ ბიზნესმენ შეიარაღებული უძილაური უახლოვდება, რამდენჯერმე ესვრის და ადგილიდან გარბის. ერთი წამი ვიფიქრე, იარაღს აიღებს მეთქი, ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა სკაიპში რომ მითხრა, შენ მოგაქცევენ ყურადღებასო. შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა, რომ ამოვიღე და გავისროლე.
ვისი დაკვეთა შეასრულა უძილაურმა ბრალდებულმა ეს ვერსია დღეს უარყო თქვა რომ ლევან ჯანგველაძეს მხოლოდ პირადი წყენის გამო ესროლა წარსულში კონფლიქტი კი როგორც თავად თქვა 3 წლის წინ კიევში დაიწყო ორი თვე მომიწია ცხოვრება, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია. ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობდი. იქ გავიცანი სერგეი ბინდარენკო, ჩემი ძმაკაცია. სერგეის ჰქონდა თავისი ბიტკოინების ქარხანა. ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა. ერთ-ერთი ლევან ჯანგველაძე იყო ჩართული. ლევანთან სკაიპით დავკონტაქტდი. მე და სერგი მივედით ლევანთან შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ 8 კაცი იქნებოდა. ძალიან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს. ჩავყარეს ბაგაჟნიკებში და წაგვიყვანეს სადღაც. უზომოდ შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგტოვეს. 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ უძილაური საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლოს დასრულების შემდეგ მხარეებმა ჩვენების დეტალებზე ისაუბრეს. მოიგონა ისეთი ვერსიები, რომლის გადამოწმება შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ის ვერსიებიც, რომელიც დაასახელა სვეტა, რომელიც არ ვიცი რამდენი სვეტა შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ტაქსის მძღოლი, რომელიც არ ვიცი რამდენი შეიძლება იყოს, ფაქტი ნათელია, კიდევ ერთხელ დასტურდება და ამას ბრალდების მხარე დასკვნის სიტყვაშიც შეავსებს, რომ ლევან ჯანგველაძე მოკლულია შეკვეთით და ანგარებით. ბიზნესმენი რომ შეკვეთით მოკლეს, ამაში დარწმუნებულია ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის თქმით, უძილაურმა საკუთარი ჩვენებით კონკრეტული პირების დანაშაული დაფარა. მან მოიგონა თითქოს აღნიშნული მკვლელობა არ იყო შეკვეთილი და თითქოს თავად გადაწყვიტა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. მან მოიგონა თითქოს მიდიოდა პაემანზე ვიღაც სვეტასთან, შემდეგ თითქოს პაემანი ჩაიშალა, შემდეგ შეხვდა ლევან ჯანგველაძეს. საპირისპირო სამტკიცებს უძილაურის ადვოკატი და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე გულწრფელი იყო. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს არანაირ სახის მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებდა გელა უძილაურის მიერ შეკვეთილი მკვლელობის ჩადენის ფაქტს. თითოეულ კითხვას უპასუხა გულწრფელად. გელა უძილაური პოლიციამ 17 მარტს დააკავა, მალევე გამოძიება კონკრეტული პირების კვალზე გავიდა და საქმის ახალი დეტალებიც გასაჯაროვდა. გაირკვა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე 15 თებერვალს 19 საათსა და 14 წუთზე სასტუმრო თბილისი თაუერში უძილაური გიორგი ჯოხაძე შეხვდა. რამდენიმე წუთში მათთან ძმები მიქაძეებიც მივიდნენ. პროკურატურის ინფორმაციით სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა ბიზნესმენის ლიკვიდაციაც. თუმცა დღეს ძმებ მიქაძეებთან ნაცნობობა უძილაურმა უარყო. დაადასტურა მხოლოდ ის, რომ გიორგი ჯოხაძის პირადი მცველი იყო. ლევან ჯანგველაძეს 14 მარტს 23 საათსა და 30 წუთზე ხალხმრავალ ადგილას ესროლეს. ბიზნესმენი ჭავჭავაძის ქუჩაზე თანმხლებ პირთან ერთად გადაადგილდებოდა. ცეცხლსროლი ჭრილობებით ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. მისი მძღოლი კი დაიჭრა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. მენიშნა და საგულისხმო იყო. დუმილს ვიყენებდი აქამდე იმიტომო, რომ დავლოდებოდი პროცესო. დიახ, პროცესი დავლოდებოდა, რაღაც ვერსია, რომელიც სრულად წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან მოეგონა და გაეჟღერებინა სასამართლო პროცესი. 14 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე სულ 5 პირია დაკავებული. 2-ზე დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე ძებნაა გამოცხადებული. ტელეკომპანია იმედის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა დღეს 17 საათსა და 48 წუთზე შეწყდა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში იყო გათიშული. ტელეიმედთან ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში, შემავალ კიდევ 2 კომპანიაში, მაესტროსა და GDS-ში. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. შეხვედრის ადგილი სტრასბურგი ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის უპირობო მხარდაჭერა. მონაწილეები საქართველოდან თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის არიან აქტივისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და დიპლომატები. 4დღიანი ღონისძიების ხიდები ევროპასთან ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეკრების მთავარი მიზანი საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერება და სამომავლო გეგმების დასახვა. ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად 4დღიან ღონისძიებას სტრასბურგში და არის თუ არა ამაში დახარჯული ევროკავშირის ფული? თბილისში ბრიუსელის წარმომადგენლობამ უკვე უპასუხა კურიერის შეკითხვას და განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია არ არის ღონისძიების დამფინანსებლებში.
ეთყობა შულავერის კომიტეტის გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში. მართველი პარტიისთვის სტრასბურგში დაგეგმილი შეკრება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების ხუთი მცდელობის ჩავარდნის მიუხედავად კონკრეტულ ძალებს ამ მიმართულებით ინტერესი ჯერ კიდევ ამოძრავებთ და სამწუხარო იქნება, თუ ამ ყველაფრის მიღმა ევროკავშირის როლი გამოაშკარავდება. ამ ყველაფერს სამწუხაროდ როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და აქტიურად იღებს მასში მონაწილეობას და ეს ადამიანები, ვინც იქ საქართველოსთან იქნებიან წარგზავნილი, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის, ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით მიუთითებს, რომ არ ისვენებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები. 20-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით სტრასბურგში დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობად განიხილავენ. შეკრების სამიზნე ქართული ემიგრაცია. ორგანიზატორები აუდიტორიის მოსაზიდად მსურველებს უფასო ბილეთებსაც სთავაზობენ. პანელურ დისკუსიებში კი მოდერატორებად თბილისიდან ჩასული აქტივისტები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ევროპელი პოლიტიკოსები ყავთ მიწვეული. გაწერილია გეგმაც, ამბობენ, რომ ერთ-ერთი ამოცანა საქართველოში არსებული პროტესტის გაძლიერებაა. მე ვერ მივიღებ მოცემულობას, რომ ბიზნესმენებს ჩვენ სხვაზე ნაკლებად გვიყვარს ეს ქვეყანა, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაცა უნდა დავაფინანსოთ ყავით და პონჩიკებით რა. ბიზნესს როცა იცის სცენარების დაგეგმარების ტექნიკები, ჩვენთვის ეს არის ბრძოლის გაგრძელება. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს დიდი გადაწყობა, სტრატეგიის გადააზრება და ახალი მეთოდებით ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას. ამიტომ მე როგორც პოლიტიკური აქტივისტი ვფიქრობ, რომ გამოვიყენო ეს პლატფორმა, რომ ბევრს ჩვენს თანამოქალაქეს მივაწვინოთ ხმა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ ორგანიზებულად ჩაერთონ პროტესტში. სხვადასხვა დისკუსიებს შორის ერთ-ერთი ქართულ-ევროპული პანელია. ამ შემთხვევაში მოდერატორი სამართლიანი არჩევნების ყოფილი დირექტორია. ნინო დოლიძე ადასტურებს, რომ სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა რა რესურსი დაორგანიზდა შეკრებას საუბარს თავს არიდებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ღონისძიებას ფინანსურად ევროკავშირი უზრუნველყოფს. კურიერმა წერილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც გააგზავნა, სადაც გვიპასუხეს, რომ ღონისძიებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა არ მონაწილეობს. ქართულ ევროკავშირის ურთიერთობებზე ვარ მოდერატორი. მე ვარ მხოლოდ მოდერატორი, ორგანიზატორებმა იციან დანარჩენი ლოჯისტიკა. სტრასბურგში ჩანიშნული 4-დღიანი შეკრება პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის ექსტრემისტული პროცესების მხარდაჭერა დაღიქმება. მსგავსი პროცესების მხარდაჭერაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად. ცდილობენ, რომ რამენაირად, რომელიმე გზით, ეს იქნება ქვეყნის გარეთ რაღაცის დაფინანსება, აქედან რაღაც შემოვლითი გზებით, კიდევ ესე ვთქვათ, საწვავი ასხან იმ ექსტრემიზმში და საწვავი ასხან იმ დესტრუქციაში, შემდეგ რომელსაც აი ესე მშვიდად და უტიფრად ადევნებენ თვალყურს თავიანთი კაბინეტებიდან. მათ კარგად იციან, რომ არანაირი საგარეო კურსი არ შეცვლილა, ვერც შეიცვლება მათი გადაწყვეტილებები ფოტიკასა და ჟორჟოლიანის და დიღმელაშვილის მოსაზრებებზე დაყრდნობით გაჟღერებული კიდევ უფრო სერიოზულ კითხვებს გააჩენს ქართულ საზოგადოებაში. სტრასბურგში დაანონსებული შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავს ფორმატში თანამოაზრეებს არჩევნებამდე შეხვდნენ და 20-23 ოქტომბრის ღონისძიება პრისტონში გამართული შეხვედრის გაგრძელებაა. დღეს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ელჩ შეხვდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიპლომატმა ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილიც გადასცა. პრემიერმა თავის მხრივ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზეც. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ოფიციალური იმიწვევა ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მონაწილეობისთვის, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.
18 მილიარდ 555 მილიონი დოლარი სწორედ ამდენი შეადგინა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 9 თვეში. საქსტატის განახლებული მონაცემების თანახმად იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია, სადაც ყველაზე დიდი წილი 7.7% ექსპორტზე მოდის. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 18.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით 9 თვის მონაცემები დათვალა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობა. ექსპორტი გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით და 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც შეეხება იმპორტის მოცულობად, ამ შემთხვევაში 9.7%-იანეს დაგვაქვს და აღნიშნული მაჩვენებელი 13 მილიარდ 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკიდან გამომდინარე, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აკეთებს აქცენტს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ ექსპორტის დადებითი დინამიკა ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი სექტემბრის თვეში დაფიქსირდა ახალი ისტორიული მაქსიმუმი, ესეთი მაჩვენებელი ჩვენ არც თვეში არ გვქონია ექსპორტისა, რაც მიუთითებს და აჩვენებს კარგად, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ექსპორტი ძლიერდება. ყოველივე ეს ბუნებრივია დადებითად დაისახება ეკონომიკის ზრდას. აღნიშნული წარმატება განპირობებულია საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც იგი ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, არეალის გაფართოების და უტილიზაციის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას, ექსპორტის მხარდაჭერას, საერთო ჯამში ეს იძლევა იმ ეკონომიკურ შედეგს, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით საქართველოში. ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიებისთვის ხელშემწყობ პროგრამებზე საუბრობენ აწარმოებს საქართველოში. სააგენტოს დახმარებით 2024-25 წლებში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. ჩვენ კომპანიებს კომპლექსურად ვეხმარებით და კომპლექსური დახმარების შედეგი არის სხვადასხვა ბაზარზე აქტიობა და მათ შორის საერთაშორისო გაყიდვების გენერირება. იცით, რომ ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს როგორც განათლების კუთხით, ასევე საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირების კუთხით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ საერთაშორისო გამოფენაზე ვართ წარმოდგენილი ყოველწლიურად. დაახლოებით ბოლო წლის განმავლობაში 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებაში ვიყავით წარმოდგენილი 300-მდე ბენეფიციარით, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან სოლიდური მაჩვენებელია. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი თვის ბოლომდე გამოაქვეყნებს. კახეთში რთველი გრძელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დათვლით მოსავალი საერთო ჯამში დაახლოებით 300,000 ტონა იქნება. გასული დღეღამის განმავლობაში კახეთში 8,000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. საკოორდინაციო შტაბში დღეს გადამამუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ნაკადი რთველის პიკურ პერიოდში სამუშაო პროცესია, რადგან აღრიცხვასა და ტექნიკურ პროცედურებს გარკვეული დრო სჭირდება. კახეთის რეგიონში წელს უხვიმოსავალია, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტია ყურძნის მოსავალი. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში მოსულმა უხმანალექმა შეამცირა კრეფისთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობა და გამოიწვია, ასე ვთქვათ, მაღალი კრეფა, დღიური და შემდეგ მოყვა ამას რიგები. უნდა აღინიშნოს, რომ შტაბს შემუშავებული აქვს გეგმა დღიური კრეფის დინამიკა, როგორ უნდა აწარმოოს მევენახეება. ამისთვის ჩვენ გადავცემთ ყოველდღიურ რეჟიმში სოფლის წვნებულებს რაოდენობებს დღიურ კრეფასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ის შედეგი, რომ როდესაც აღემატება შესაძლებლობები საწარმოების გადამუშავების, დგება რიგები და რიგ შემთხვევაში მევენახეებს უწევთ, რომ გაათენონ ღამე ყურძნის ჩასაბარებლად. ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება არავის. რიგები პირველ რიგში გამოიწვია უამინდობამ, რადგან წვიმები ცოტა ხანგრძლივი წვიმები მოვიდა, რამაც ძალიან იმოქმედა ყურძნის ხარისხზე. ესე ვთქვათ, ყურძნის ჭვენიანობა გაიზარდა საგრძნობლად, რამაც შაქრიანობა დაბლა დასია, მაგრამ სამაგიეროდ გართულდა ყურძენის გადამუშავება.
მანქანა დანადგარი, რომელიც უნდებოდა ყურძენს გარკვეულ დროს, თავისთვის გათვალისწინებულ დროს, ანდომებს უფრო მეტ ხანს, რაც ახალგაზრდებს მიღების პროცესს. ძირითადი მიზეზი ეს არის. ჩვენ არ შევაფერხებთ რა, ყურძნის მიღებას გავაგრძელებთ და ამ პროცესს არ შევაჩერებთ. ვარდისფერი ოქტომბერი ქალებში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ისევე როგორც გასულ წლებში ახლაც გამოკვლევები საქართველოს ყველა რეგიონში უფასო ტარდება, ასევე ყველგან მოქმედებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის მუნიციპალური პროგრამები, მათ შორის მობილური ამბულატორიების მეშვეობით. გასულ წელს ქალებში ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით თითქმის 4%-ით შემცირდა. არ დავზოგოთ დრო და არ გადავდოთ ეს ხვალისთვის. ეს გამოჯანმრთელებული პაციენტის ნინო ციხისელის მოწოდებაა იმ ქალების მიმართ, ვისაც გამოკვლევების ჩატარება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ოქტომბერი სიმბოლურად ქალების ჯანმრთელობას ეძღვნება. მთავარი არის ის, რომ ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ჯანმრთელობას. არ დავზოგოთ დრო. ჩემს შემთხვევაში რომ არ ყოფილიყო სკრინინგი, თავისთავად ცხადი არის, ალბათ მე ეხა ესე რჩევებს სხვა ადამიანებს და მოქალაქეებს და ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებებს ვერ გაუზიარებდი. ძუძუს კიბოს დროული აღმოჩენის მთავარი გზა პრევენციული სკრინინგია. მედიკოსების თქმით, რეგულარული გამოკვლევები და ჯანმრთელობის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა კი ზრდის სრული გამოჯანმრთელების შანსს. ექიმთან მიდიხართ მაშინ, როცა რაიმე ჩივილი გაქვთ. სკრინინგულ პროგრამაში მონაწილეობისათვის სკრინინგულ ვიზიტზე მოდიხართ, როცა ჩივილები არ გაქვთ. ეს ეძღვნება დაავადების ადრეულ გამოვლენას. სანამ ჩივილები შეაწუხებს ადამიანს, სანამ ექნება რაიმე ისეთი მიზეზები, რომლის გამო ნამდვილად საჭირო არის ექიმთან მიმართვა. რათა ადრეულად იქნეს გამოვლენილი დაავადება, ნამკურნალები იქნეს მაშინ, როდესაც მისი მკურნალობა აბსოლუტურად შედეგიანია და ამით გაადვილდეს ცხოვრება. პრევენცია გადაგვარჩენს, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და რომ არ არის არჩევანი გაჩუმება და შიში ექიმთან ვიზიტის და გასინჯვის, ყოველი დღე შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სკრინინგული გამოკვლევები საქართველოს ყველა რეგიონში უფასოდ ტარდება, მუშაობს მობილური ამბულატორიებიც. ქვეყანაში ფუნქციონირებს დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც პაციენტებს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას აძლევს. ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ სახელმწიფო სერვისები და არ გადადონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საკმაოდ ბევრია წარმატებული მკურნალობის შემთხვევები, ამიტომ უნდა მოუწოდოთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სწორედ ამ თვეში, ოქტომბერში, რომ გაბედულად მიიღონ მონაწილეობა ყველასთვის, ვისთვისაც ეს რეკომენდირებულია სკრინინგის პროგრამებში, ადრეული დიაგნოსტიკის ყველა ეტაპი და შესაძლებლობა გამოიყენოს. ტრადიცია გრძელდება. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში საქართველოში მიმდინარეობს სკრინინგის აქციები, საინფორმაციო კამპანიები და სამუშაო შეხვედრები. ასეთი იყო დღევანდელი დღე 13 ოქტომბერი და კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავი ორზე, რამდენიმე წუთში დღის და კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინო შუბლაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას, ხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.